მოგესალმებით ბაჩუს გამომწერებო, ტყიდან დაგიბრუნდით. მოგესალმებით, ტყე არის პოეზიის სავანე, ტყე ღამე, დღეს მოგესალმებით თქვენს ხედავთ რომ ღამეა და შევეცდებით რომ პოეზიით გითხრათ რამოდენიმე ემოცია რომელიც გვაქვს და გვაწუხებს. ბატონო ვლადიმერ, მე შევეცდები გულში რაც მიდევს ის ლექსებში ჩავდო, ასევე ბატონი თემურ მქუხარეც იგივეს გააკეთებს. ვლადიმერ მწუხარე, მადლობა შენ, თქვენს პოეზიაზე გაზრდილი ვარ და მართლაც თუ პოეზიაზე მახსენდება ვინმე ხართ თქვენ და არა ვიღაც ეხლა რომ ამბობთ რომ ლეგენდარული პოეტები რაღაც. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. გაიხარეთ. დაიწყეთ თქვენ და გავაგრძელებ მე. კი ბატონო, მე დავიწყებ პირველ ლექსს ყვება იმერელი მამაკაცი, ნუგზარი, რომელიც სექსში გააოცა მისმა მეუღლემ. საინტერესოა. ნუგზარი ყვება, ხო, იმერელი მამაკაცი ყვება ლექსს, რომელიც სექსში გააოცა მისმა მეუღლემ. ჯერ არას დროს არ ყოფილა ნატო ასე ჩქარი. ისეთ რაღაცებს შვება კატასავით ვკნავი. ხანიკ კოცნის, ხანაკ მკოცნის ემოციებს აქსოვს ასე კარგი, ასე ცეცხლი ნატო მე არ მახსოვს. მადლობა, მართლაც გადმოსცა ნუგზარმა რომ მისი მეუღლისგან წლები არ მიუღია ემოცია და მოულოდნელად აი რო არ ელოდა აი comeback ასე რომ ვთქვათ მისმა მეუღლემ დაუკამბექა საწოლში. მადლობა ნატოს ამისთვის და წარმატებების სექსუალურ ცხოვრებაში. ხარისხიანი პორნო პოეზია იყო, მინდა გითხრათ ბატონო თემურ. გისმენთ ბატონო ვლადიმერ. ახლა კი ჩემი ლექსი მინდა შემოგთავაზო. ასე რომ ვთქვათ, საქართველოს ყვება ამ ლექსს, ანუ ლექსის სათაურია რაობა. გაგვიმარტივეს ცხოვრება, ხელფას სქროლვაში გვიხდიან. უსაქმურობად რომ ითვლებოდა ახლა ის უკვე სამსახურია. რაღაც ქარხანად გადაგვაკეთეს, რომელიც უკვე დასახური. ბრავო ბატონ ვლადიმერ, ემოცია წამოვიდა, დავინახე რეალობა და მადლობა ამისთვის, რომ თქვენი გული და ყოველთვის მოდის სამართლებრივი და სიმართლის პოეზია. მადლობა ამისთვის, მე კი გავაგრძელებ. ლექსს ყვება ამჯერად უკვე იმერელი ქალბატონი, რომელიც მისმა ლოთმა მეუღლემ დაღალა. ხშირად სვამს და ლექსი მიუძღვნა ამ ყველაფერს. წარმოვიდგე. ეს იუმორი თავისი. ნუ პოეზია და იუმორი მოგეხსენებათ. მოკლედ ლექსს ყვება იმერელი ქალბატონი თავის ლოთ ქმარზე. ისევ დალია ჩემმა გიალომ დღესვე გაგიხმეს ყბა და პირიო აღარ დალიო შესასიკვდილე რამდენჯერ უნდა გედევირიო. ნუ აი მარტივად, მაგრამ ასახა მეუღლეს, უთხრა რომ ნუ რატომ სვავ, ხო? ისედაც შეგვიძლია ბედნიერები იყო და გედევირიო, ხო? აი იმერულად როგორ ლამაზად გამოითქმის ეს ყველაფერი. მადლობა ამ ქალბატონს, მე თვითონ ადამიანები მიგზავენ ამ ლექსებს და იქიდან ვკითხულობ. მადლობა. ახლა ალბათ ასალაშინებთ თქვენებ რაკეთებთ რა თქმა უნდა. პოეტურად ვკრავ და მადლობა ამისთვის მათ. დიდი მადლობა თქვენ ბატონო. გაიხარეთ, გისმენთ ბატონო ალდასმე. ახლა კი ჩემი შემდეგი რაობა, ესეც რაღაც ამბავში რაობა. უფრო რჩევაა ეს ყველაფერი, ანუ მინდა ურჩიო ადამიანებს, ვინებიც ასე იქცევიან. სულ ერთ კუპლეტიანი ლექსია. კი ბატონო. თუ არ გერგება, ნუ დალევ, ესეთი სათაურით არის ეს ლექსი. ყოველთვის ვიღაც გჭირდება. შენით ვერაფერს განკარგავ. დალევ ორჭიქას მობილო. პროჭის გასაღებს დაკარგავ. რეალობა. მადლობა ბატონო ლადო ამისთვის, მართლაც ბევრი მინახავს რა ესეთი. თქმა უნდა, რამდენი შეგიძლიათ უნდა დალიეყო. ლექსს ყვება ამჯერად მე მოყვები, ლექსს ყვება გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა უღალატა. როგორ მატკინე გიორგი გული და სიყვარული გამიმტორიანი. ერთი წუთიც რომ არ გაგახსენდი ჭუჭუს ჭკუაზე გაიშრიალე. მეუბნებოდი შენ მიყვარხარო, სხვა გოგოებთან რად მიმამატე. ახლა დამალვას აზრი არა აქვს და წინა თვეში მეც გიღალატე. ასეა, გიღალატებ, უღალატებ, გიღალატებს. კარმა დატრიალ და გიორგი უღალატა მას. ამ ქალბატონის სახელი არ ვიცით, მაგრამ ყველამ თავისი სახე დაინახოს, ვერ დამალავთ ღალატს და დაგიბრუნდებათ და ასევე არასდროს გაიაროთ ჭუჭუს ჭკუაზე, გააკონტროლეთ ყოველთვის ემოციები. ბატონო ძალიან ღრმა არის თქვენი პოეზია, ბატონო თემურ გითხრათ. იმედია გამოცდილებასაც და ასე ვთქვათ, რაღაცას ისწავლენ ჩვენი პოეზიიდან ადამიანები. მადლობა თქვენ.
მხოლოდ მაგიტომ უნდა გვიყუროთ. რა თქმა უნდა, გაიხარეთ. ესეც რაღაც რჩევისებრ ლექსია, პოეზია, ჩემო თემურ. ყველას არ უნდა უსმინო ესეთი სათაური, ანუ რა მოხდა წინა სიტყვას ვიტყვი, ბიჭუნამ, ვიღაც ბიჭმა უყურა რაღაც ვიდეოს TikTok-ზე, ამ პლატფორმაზე. და ამ ვიდეოდან რაღაც შინაარსი გამოიტანა და შეყვარებულზე დაიწყო უაზრო ეჭვიანობა, აი რაღაც ეჭვიანობაზეც დავემთხვიეთ. მე მინდა ურჩიო ერთი კუპლეტით ამ ყმაწვილს ეს ამბავი. ლექს ყვები ეჭვიან მამაკაცზე, ხო, როგორც მე. ხო და უნდა ურჩიო, რომ აი რატო ეჭვიანობს, ანუ არაფერი აქვს აეჭვიანო რა, ამას ამბობს ეს ლექსი. შენ იმ ვიდეოს უყურე, ნახევრის მეტი ბოზია. ნერვიულობა ამად რად გიღირს ვიღაც ყლეკაცის დიაგნოზია. მართლაც, აი მოვიდა რაღაცნაირად ჩემამდე, იმიტომ რომ ყველაზე მართლაც არ უნდა იეჭვიანო და მადლობა თქვენ ამისთვის რომ დაანახეთ ადამიანებს გზა რომ თავარი არის სიყვარული. რა თქმა უნდა, სიყვარული თორემ ხო ნებისმიერ შეგიძლია ვიეჭვიანოთ, ხომ ხეზე შეგვიძლიათ ვიეჭვიანოთ, ხომ ის მოძრაობს და რაღაც მომენტში თითქოს თავს გვიქნებს მოდი ჩემთან, ხო? მადლობა ბატონო. ამჯერად ლექსი ლიონელ მესიზე ახალხანს დაასრულდა არგენტინა, ეგვიპტე საოცარი კამბექის შემოგთავაზეს, მეც არ დავაყოვნე. მაშასე ლექსი ლიონელ მესიზე. წუხელის ბიჭი დაბადებულა დაურქმევიათ ლიონელ მესი. იმხელა ნიჭით დაბადებულა ვერ დაიტევდა ჟინვალის ჰესი. ბარსელონაშიც ჩაბარგებულა აუწევია ოქროს ბურთები სერხიო რამოს დატაკებია გაუფანტია როგორც სურცლები. ბარსელონადან გაუშვეს ლეო. შოკი მივიღეთ ერო და ბერო. ერთი კითხვა მაქვს ხუან ლაპორტა ეს რატომ ქენი პუტკუნა ყვერო. შემდეგ სოფლიო მოიგო, ბებერიაო ამბობდნენ მასზე, ყველა ჰეითერ შორტი ჩახადა, წიხლის შემოსცხო, ფითქინა ტრაგზე და ამიტომაც მადლობა მამას, რომ გააკეთა ეს ჩვენი ლეო. მანამ ქმედებით ყველას გვაჩუქა ლაღი ფეხბურთი ფინტების მზეო. შენ ყველა გლოცავს, ბატონო ხორხე, ღარიბი არის თუნდაც ლოხია, თქვენ რაც გაბიათ პენისი არა, ეგჯადოსნური ოქროს ჯოხია. მადლობა ხორხე რომ გააკეთე ლიონელ მესი და მადლობა ლიონელ რომ გამოიყენე ეს შესაძლებლობა და გილოცავთ არგენტინის ფანებს წარმატებები თქვენ. თემო შესანიშნავი ლექსი იყო. ემოცია დავდე და იმედია მივა ეს ემოცია ლიონელ მესის ფანებამდე. მადლობა ამისთვის და წარმატებები. თან მე როგორც ვიცი, სულ 53 წუთიდან დაიწყე მაგ ლექსის წერა. კი ბატონო, 53 წუთი დავჯექი, დავნებდი და თურმე რას ნებდები. რას ნებდები, შეპროჭო შენ, აი ჩემ თავს ვეუბნები მართლაც. მეტაფორულად. მეტაფორულად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უბრალოდ მე დავნებდი, არასოდეს დანებდეთ მეგობრებო. თუ დანებებას გადაწყვეტ, უყურეთ ეგვიპტე არგენტინის მატჩს 78 წუთამდე რა ხდება და 78 წუთის შემდეგ არასოდეს დანებდეთ და გაჩერდეთ. ლიონელ, გაიხარე. დიდი მადლობა შენ ამ ლექსისთვის ბატონო თემურ. მადლობა შენ. დამაჟრჟიალა. გაიხარე ბაბუ. მე არაფრით არ შემეძლო, ჩემი გულის კიდევ ერთი ტკივილი არ გამომეხატა ბატონო თემურ და მინდა ეს ჩემი ლექსი მიუძღვნა ბოტებს. კი ბატონო გისმენთ. ბოტები, რომლებიც ალბათ ამასაც ნახავენ ამ გადაცემასაც და შეიძლება რაღაც დაგვიწერონ და ზუსტად ეგ არის ასახული მეტნაკლებად ამ ლექსში ჩემო თემურ. დილის 9-ზე ჯემალი ხარ, დილის 10-ზე დალი. 11-დან ზურიკო და 12-დან ზალი. ხოლო უკვე პირველიდან ნახევრამდე ორის ბონუსები გერიცხება მოგონილი ჭორის. რამდენ აკაუნტს აკეთებთ? მუცელი რა ვერ გაძღა. ერთმა სტატუსზე გუშინ წინ ტერენტი გრანელით მლანძღა. თან მეგობრებში ყავდა ზოზია, ნახევრის მეტი კი არა. თქვენ სამსახურში ყველა ბოზია. ბრავო ბატონ ლადო, ემოცია გადმოვეცით და მოარტყით მიზანში. მადლობა ამისთვის, მადლობა სიმართლისთვის. მეც გავაგრძელებ და ცოტა თემას გადავუხვებ. ლექს ყვება ადამიანი, რომელსაც დიეტა ბევრჯერ ცადა, თუმცა ამაოდ, უყვარს ჭამა, უყვარს. მეტად საინტერესო. კი ბატონო. რა ვქნა დიეტას ვერ ვიწყებ. მერე ეგრევე მშივდება. თვალსო დავხუჭა უმალვე, დიდი შაურმა მინდება. ამას წინ თავს დავაძალე, მეტი რო აღარ მეჭამა. მაგრამ ვაი რომ მე ძილში ბალიში შემომეჭამა.
ნუ აი ცადა ადამიანმა და ბალიში შეჭამა ბალიში. ხო, მცდელობა და მცდელობაც ბალიშიც ხომ კალორიულია და რამდენი კალორია იქნება ბატონო თემო? 162 კალორია, თეთრი ფუმფულა ბალიში ცივი. დიახ, რომელსაც იმერეთში ხშირად იყენებენ, ასე რომ ნუ არა უშავს, კარგჭამას არაფერი ჯობია, ასე რომ დიეტით ნუ გაიუბედურებთ თავს, ასე რომ ვთქვათ. მიირთვით რაც მოგინდებათ. ვიყურეთ ჭამის დროს და მიირთვით. კი ბატონო, ეხლა შეგიძლიათ მიირთვათ ერთ-ერთი ლექსი კიდევ დაგვრჩა ბატონო. მე მაქვს ლექსი საქართველოს პრეზიდენტზე და ესე პატარა უბის წიგნაში არ ჩამეტია. კი ბატონო, ეს დიდი წიგნი. დიდი უბის წიგნა კი მაქვს ბატონო თემურ. გისმენთ? საქართველოს პრეზიდენტი ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვება ლექსს და ლექს ქვია მე არ მინდოდა ესეთი სათაური აქვს. დილით ზარმა გამაღვიძა პრეზიდენტი ხარო. მეთქი არა ყაველა ვარ სჯობს სხვა გაახარო. არა შენ ხარ? აბატიეთ არა შენ ხარ ჩაიცვიდა პარლამენტში მალე. რაღაც ტექსტის ასწავლი გაქვს გამოსვლა გაქვს ხვალე. მე მაშინვე მივხვდი ყოველს შეიცვლება ჩემი ყოფა. ისეთ რაღაცებს ჩავიდენ თავი არ გამომე ყოფა. ბატონ თემურ ეს ლექსი უსასრულოდ გრძელდება, მაგრამ მირჩენია რომ აქ დასრულდეს, იმიტომ რომ იცვლება მხოლოდ სიტყვები და შინაარსი ვიგზენი ემოცია, მადლობა ამისთვის და მეც გადავალ ჩემ ბოლო ლექსისკენ. ბატონ ლადო, რადგან ღამდება, ღამე დღეში ტურებია და ტურებმა რომ პროჭი არ გამოგვაჭამოს, დროად დაავასრულოთ და სახლისკენ გავეშვილოთ. მაშინ ეს ჩემ ბოლო ლექსი, რომელსაც ყვება ადამიანი, რომელსაც ყოფილი ყოველდღე ურეკავს მთვრალზე და თხოვს რომ შეურიგდეს. ყოფილი შეყვარებულზეა ლექსი ასე. საინტერესოა ბატონ თემურ. ყოფილმა შემერიგდიო, შენი საბედო მე ვარო. ნერვოზი თითქმის ამ კიდე არ გეყო შენაბოზარო. ხო და ამიტომ შემეშვი. მე მგონი სწორად ამხსენი. იმ წუთის დედა რომ მოვტყან, SMS-ი რომ გავხსენი. ასე რომ მეგობრებო, კარგად დაფიქრდით, როცა ადამიანები რეკვესტებში მოგწერენ SMS, გახსნათ თუ არა, რადგან ამ ერთმა SMS-ის გახსნამ შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მადლობა ბატონ ვლადიმერ. მადლობა თქვენ ბატონ თემურ, შესანიშნავი იყავით. მე მინდა რომ ბაჩუს გამომწერებს და არ გამომწერებს ვეტყვი რომ დააკომენტარეთ, როგორ მოგეწონათ, არ გამომწერებს ვეტყვი რომ გამოიწერეთ და მერე დააკომენტარეთ და ჩვენ ისევ დავსხდებით და ჩვენი გულის წუხილს გადავიტანთ ფუძეზე და პოეზიით გიპასუხებთ. არივედერჩი.